ჩვენთან არის ღმერთი. გულითადად მოგილოცავთ დღევანდელ საღვთისმშობლო დღესასწაულს ერთ-ერთს 12-თაგანს, რომელიც არის დასრულება წელიწადის დღესასწაულებისა. თქვენ იცით, რომ სექტემბრის 21-ში ახალი სტილით არის შობა ღვთისმშობელისა და მანამდე არის უკვე ინდიქტიონი, ანუ ახალი წელი საეკლესიო კალენდრით. შესაბამისად ბოლო დღესასწაული გამოდის ღვთისმშობლის მიძინების დღე. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საღვთისმშობლო დღესასწაულთა შორის. აი მიუხედავად იმისა, რომ ღვთისდედა დღეს მიიცვალა, მიიძინა, ჩვენ დღესასწაულობთ ამას. იმიტომ რომ მეორე გვარად ამ დღეს ეწოდება ღვთისმშობლის პასექი. პასექი ცოტა ისეთი ებრაული დღესასწაულია. აი ესე რომ ვთქვათ, ღვთისმშობლის აღდგომის დღე, რადგანაც ვერ დაატყვევა სიცოცხლის მშობელი სიკვდილმა და ეს ბუნებრივიც იყო. იმიტომ რომ სიცოცხლის მშობელი, თქვენ იცით, სიცოცხლე თავად ღმერთია, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რადგანაც თვითონ ამბობს, მე ვარ გზა, ცხოვრება და აღდგომა და ასე შემდეგ. აი როგორ შეიძლებოდა მისი მშობელი დაეტყვევებინა სიკვდილს. მაგრამ ეს ერთი, მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ იმით არ დატყვევდა სიკვდილით და აღდგა როგორც ჩვენთვის ცნობილია ხორცით და ამაღდა ზეცად მისი სხეული. არა იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ შვა ძე ღვთისა, არამედ ცხოვრებითაც დაცლილი იყო თავისი არა ადამიანური ვნებებისაგან. ქალწულობა ამას გულისხმობს. ანგელოსთა სწორობა, ანგელოსთა ცხოვრება, შესაბამისად ცხოვრობდა როგორც უსხეულო ძალა. ამიტომაც ეწოდა შემდგომში ჰიმნოგრაფიაში ღვთისდედას უპატიოსნესა ქერუბიმთასა. ყველაზე დიდი დასები, ყველაზე დიდი დასი ანგელოსთა შორისი, ეს არის სერაფიმთა დასი. მასზე დიდი არ არსებობს ქმნილებათა შორის. აი ქერუბიმებზე და სერაფიმებზე მაღლაც არის თავისი ერთი მხრივ, როგორც მოგახსენეთ, მშობლობით სიცოცხლისა და მეორე მხრივ თავისი ცხოვრებით. აი მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ სამყაროში გავრცელებულია საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ღვთისმშობელმა რაღაცა ნაწილობრივ განიცადა სიკვდილი. რატო ამბობენ ამას? იმიტომ რომ მათი გაგებით ჩასახვა მისი ანას მუცელში იყო უბიწო. ესე არ ამბობენ გაიგივებული მაცხოვრის ჩასახვასთან, მაგრამ უბიწო ჩასახვა გულისხმობს, რომ პირველ ქმნილი ცოდვა არ ქონდა. ეს დიდი საკითხია, ახლა ამის განხილვას მე ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ შორს აგვიყვანს, მაგრამ ძალიან ზოგადად ვიტყვით. რომელი ადამიანიც ჩასახულია დედის მუცელში უბიწოთ, ის მატარებელი სიკვდილიანობისა ვერ იქნება. იმიტომ რომ მამისაგან ჩასახული არ არის. შესაბამისად პირველ ქმნილი ცოდვის მატარებელი არ უნდა იყოს და ერთადერთი ასეთი პიროვნება იყო ძე ღვთისა. ერთადერთი, ამიტომაც ეწოდება მას მხსნელი სოფლისა. აი კათოლიკურ სამყაროში მიიღეს დოგმატი 19 საუკუნეში, რომ თითქოს ღვთისმშობელს პირველ ქმნილი ცოდვა არ აქვს. და თუ პირველ ქმნილი ცოდვა არ აქვს, ის ბუნებითად ვერ მოკვდებოდა. ხო თქვენ იტყვით, აბა მაცხოვარი ხო მოკვდა? მაცხოვარი მოკვდა ნეფსით. მაცხოვართან დაკავშირებული მოვლენები აბსოლუტურად უნიკალური და ერთადერთია. ეს სულ სხვა საკითხებია.
ვერც ერთ ქმნილებასთან შედარება ვერ შეიძლება მაცხოვრის შობისა, მისი აღზრდისა, მისი ცხოვრებისა, ჯვარცმისა თუ აღდგომისა, ვერც ერთთან. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მაცხოვარი კვდება ჯვარზე და ჭეშმარიტად კვდება იგი, ეს ყველაფერი არის ნეფსით. არა იძულებითად, არამედ ნეფსით. ნებით მიიღო ეს ყველაფერი მან. ადამიანური ბუნება მან ნებით მიიღო. თორე იძულებული არ იყო რომ მიიღო მას. და ისის დედისაგან მიიღო ადამიანური ბუნება. მამა მას არ ყავდა. აი დაახლოებით იმავეს ლაპარაკობენ კათოლიკები, რაც არის დიდი გაუკმართება და ერესი შეიძლება ითქვას. შეიძლება ჩვენ ცალკე ვილაპარაკოთ მე ამასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი ღვთისმშობლის შეიძლება ითქვას ანდერძი ჩვენდამი. რა დაგვიტოვა ღვთის დედამ, აი დღეს მიიცვალა და რა დაგვიტოვა ქრისტიანებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, განსაკუთრებით ქალებს, დედებს, ქალწულებს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი დედა იყო, იგი გიეს ქალწულად შობის შემდგომ თავისი შვილისა. ესეც უნიკალური მოვლენაა, ერთადერთი წუთის სოფელში. აი რა დაგვიტოვა ადამიანებს, კაცებსაც და ქალებსაც, განსაკუთრებით დედებს, განსაკუთრებით ქალწულებს. რა დაგვიტოვა, რა ანდერძი დატოვა მან. ეს ანდერძი ესე დაწერილი არ არსებობს. ვერსად ვერ წავიკითხავ ჩვენ თუ დიდ პარასკევს ჩავთვლით და იქ გოდება როა ღვთისმშობლისა და ამას არ გულისხმობ მე. მე ვგულისხმობ ანდერძს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, რა დაგვიტოვა მან თავისი ცხოვრებით. აი ამ ანდერძს გულისხმობთ, რომელიც დაწერილი არ არის. მაგრამ თუ კი დაუკვირდებით ჩვენ სახარებას, იქიდან იკითხება მისი ცხოვრების დეტალები, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი დეტალი არ არის. აი რამოდენიმე შეგახსენებთ, შეიძლება რაღაცა გამომჩეს, მაგრამ რამოდენიმე შეგახსენებთ. ღვთისმშობელი როგორ ჩანს, როდის ჩანს მაცხოვრის ცხოვრებაში? შობის დროს, ხარება თავისთავად, მაცხოვრის შობა, მირქმა 40 დღის მაცხოვარი იერუსალიმის ტაძარში, 12 წლის მაცხოვარი ასევე იერუსალიმის ტაძარში, შემდგომ გალილეის კანაში, როდესაც ქორწილი იყო პირველი სასწაული, როდესაც მოდიან მასთან ძმები მაცხოვართან და მისი დედა და ვინ არიან ჩემი ძმები და დები, ამბობს, გახსოვთ ეს ეპიზოდი. და ჯვარცმასთან მდგარი დედა და აღდგომისას მენელსაცხებლე დედებთან მისული საფლავთან. აი რაც მე მახსოვს ეს არის. ხო ამბობ, შეიძლება რაღაცა გამომჩეს, მაგრამ აი ძირითადში ეს არის. და რას გვასწავლის ღვთისმშობელი? აი ამ პატარა ეპიზოდებით. შეიძლება ძალიან ლაკონურად ჩამოვაყალიბოთ რამოდენიმე ტერმინში. პირველი მოსმენა, პირველი. როგორი რთულიც არ უნდა იყოს. ჩვენ ხო სულ ლაპარაკობთ. მოსმენა, პირველი. მეორე დაჯერება და მორჩილება, ღვთის ნებისადმი ერთგულება, სიჩუმე და მაცხოვრისადმი მიმბაძველობა. ესე იგი, მოსმენა, მორჩილება, მაცხოვრისადმი მიმბაძველობა. და შეიძლება კიდევ ერთი თქვათ, უდრტვინველობა. ვაიმე ჩემი შვილი, როგორც ქალებმა იციან ხშირად. ესეთი რამე ღვთის დედას არ აქვს. ვაიმე ჩემი შვილი არ არის. ეხლა განვიხილოთ დეტალურად თითოეული მათგანი. პირველი ვთქვით მოსმენა.
თუ ადამიანმა არ მოისმინა ის ვერასოდეს ვერაფერს ვერ გაიგებს. ეს ხო ცნობილია, ეს ბავშვებაც იციან. ღვთის დედასთან დაკავშირებით რა შვილინდება ეს? გაბრიელ მთავარანგელოზი მოდის მასთან ხარებისას. ეუბნება, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა და სხვა. და გაუგებარი სიტყვები. აღთქმა აქვს დადებული ადამიანს 14 წლისა იყო მაშინ ღვთისმშობელი. აღთქმა აქვს დადებული ქალწულობისა და ეუბნება ანგელოზი, რომ კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ახლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ თუ შვილს გააჩენ, შენ ქვებით უნდა ჩაქოლონ. ებრაელთა წესი ასია. უქმროდ გაჩენილი შვილი უკანონოს რო ეძახიან, ქვებით იქოლებოდა. ეს ქალი, თქვენ იცით, მერვე თავი იოანეს სახარებისა, მრუშობაში დადანაშაულებული ქალი რომ მიუყანეს. გახსოვთ პირველმა ვინც უცოდველი ემანის, აი ეს მდგომარეობაა. ღვთისმშობელი ფიქრობს, ეს რა მოკითხვაა? ეს სადაური მოკითხვაა. მაგრამ ნახეთ, მოისმინა. პროტესტი გაუჩნდა, რა თქმა უნდა. ეს რა მოკითხვაა, კაცო? ანგელოზის მოკითხვა კი არ გაუკვირდა. იმიტომ რომ ანგელოზებთან მას სულ ჰქონდა თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ურთიერთობა. მოკითხვა იყო უცნაური. თუ დედა უნდა გავხდე, ესე იგი მე აღარა ვარ ის, რაც უნდა ვიყო და აღთქმაც ირღვევა ჩემი. ესე ქვით ჩაქოლვა მელოდება. მაგრამ როგორი პროტესტიც არ უნდა კონდეს მას, ის რას ეუბნება? მე ყავდმე სიტყვის საებრშენისა. და ეგ ვლინდება მისი, როგორც მეორე ვთქვით, პირველი ხო მოსმენაა და მეორე მორჩილება. სიკვდილამდე მორჩილია ღვთის ნებისა. რა არის მორჩილება? მორჩილება მონობა არ არის. მორჩილება არის, როდესაც შენი გონებით საზღურავ შენი გონების ფარგლებს და ამბობ, რომ მე რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ჩემზე დამოკიდებული არ არის, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ვიყო კარგად, მაგრამ რაღაცა ხდება ჩემგან გაუგებრად და ეს უნდა მივიღო მე, აი მორჩილება. ჩემზე დიდ გონებას რო ვემორჩილები. ეს არის მორჩილება. მაგრამ როგორ დაემორჩილები, როცა მოსმენა არის ჯერ. პირველი გამოვლენა მორჩილების არის მოსმენა. როგორი რთული და გაუგებარი არ უნდა იყოს შენთვის და მიუღებელი ამავე დროს. ღვთისმშობლისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია, რასაც ელაპარაკება ანგელოზი. უსმენს და იდი იცის, რომ ესია საჭირო. მე ხლა არ ვიცი, შეიძლება ამბობს ალბათ, მაგრამ იყავ ნება შენი. სიტყვის საებრშენისა ეუბნება. აი ეს მდგომარეობა. მეორე მდგომარეობა. მირქმის პერიოდში მიყავს 40 დღის შვილი სვიმეონთან, მიმთქველთან. აცგან უტევე მეუფეო სიტყვის საებრშენისა ეუბნება ეს კაცი, 300 წელი ცხოვრობდა, როგორც იცით. და რას ეუბნება სვიმეონი ღვთის დედას? ღვთის დედა არაფერს ეუბნება, მაგრამ ღვთის რას ეუბნება, ეს კაცი რას ეუბნება ამ ბავშვზე, შვილზე რას ეუბნება? წინასწარმეტყველებს და ეუბნება, რომ შენ გულშიც გაივლის მახვილი. და მერე წერია სახარებაში. და ეს ყოველივე დაიმარხა მან. ღვთისმშობელმა დაიმარხა, შეინახა ეს სიტყვები. ესეც მოსმენა, როგორც ხარების მდგომარეობა. არ მოეწონა, ვინ იტყვის, რომელი დედა იტყვის, რომ მე უნდა ვუყურო ჩემი შვილის სიკვდილს. ეს ხო გასაგები იყო, რომ მახვილმა რატო უნდა გაიაროს ღვთისმშობლის გულში, თუ არა სიკვდილი თავისი შვილისა. და მას არ დაუწყია შენ რას ლაპარაკობ, რა მწყევლი და ასე შემდეგ.
საერთოდ არ იღებს ხმას ღვთისმშობელი სვიმეონისადმი. მხოლოდ და მხოლოდ იმარხავს თავის გულში. ესეც მოსმენა და მორჩილების გამოვლენა. ეხლა გავაგზავნოთ თხრობა. ცოტა გავუსწრებ წინ მოვლენებს და დაუბრუნდები მერე გალილეის კანას. ღვთისმშობელი ჯვართან. ღვთისმშობლის სიტყვები ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით. გაბრიელისადმი, იმ გალილეის კანაში მონებისადმი და მსახურებისადმი და ძალიან ცოტა, რამოდენიმე სიტყვა სულ მთელ ახალ აღთქმაში. ჯვარი, გოლგოთა. წერია, იყო ჯვართან მისი დედაი და საყვარელი მოწაფე, იოანე ღვთისმეტყველი. და გაახსენდა ღვთის დედას ის გავლილი მარხვილი, რომელსაც ეუბნებოდა სვიმეონი. და პროტესტი არ ქონდა? როგორ არ ქონდა? პროტესტი კი არა, უდიდესი კნესა იყო დედისა. უცოდველ და უშეცდომო კაცს რო ხედავს თავის შვილს გაკრუს ჯვარზე. მაგრამ სახარებაში არ არის ამაზე გამოხილებული ყურადღება. იმიტომ რომ ხვდებოდა ღვთის დედა ღვთის მორჩილებით იღებდა ამ ყოველივეს. იქ შინაგანად, აი მაგალითად დატირებისას პარასკევს რო ვკითხულობ ჩვენ აღდგომამდე პარასკევი დღე როცა არის. ამბობს ესეთ რამეს ღვთისმშობელი ჰიმნოგრაფების შეთხზულია ეს ყოველივე. ამბობს ასეთ რამეს რომ გაბრიელ მიმართავს მთავარ ანგელოზს. სად არის შენი გიხაროდენი? შენ რომ მეუბნებოდი რომ გიხაროდენ მიმადნებულო უფლო, სად არის შენი გიხაროდენი? ეს რაში მჭირდება მე? ჩემი ნაწლევნი დაიწვა ჩემ შვილთან ერთად. სად არის შენი გიხაროდენი? ეს შემდგომში შეთხზეს ადამიანება რომ გამოხატონ ღვთის დედის შინაგანი მდგომარეობა. სახარებაში ეს არ არის. არ არის პროტესტი უდიდესი. რომელი დედა არ კნესის თავის შვილის სიკვდილზე. მაგრამ დრტვინვა არ არის. იღებს ბოლომდე მორჩილებით. რატო? იმიტომ რომ თავიდანაც მორჩილი იყო, მომსმენი იყო ჯერ. და ბოლო თავის შვილისა იქაც მორჩილია. სიტყვას არ იღებს. შინაგანად წუხს, მაგრამ იცის, რომ ეს წუხილი არის დროებითი, აღდგომა ელოდება მას, მის შვილს. და ყველაფერი იქნება სწორედ იმ გიხაროდენის მიხედვით, როგორც აღუთქვა მას ანგელოზმა, მაგრამ ეხლა ცუდად არის. დრტვინვის გარეშე, ბუნებრივი ცუდად მყოფნის გაგებით. ის არ ამბობს, ჩემი შვილი რატო დაწყევლეთ, საცა იყანეთ ან სყევლიდეს იმ დამაწყევრებს. არ აკეთებს ამას. იმიტომ რომ იცის ეს ყველაფერი, მორჩილია ბოლომდე. და როგორც ვთქვით, უდრტვინველიც არის. რომელი თვისებები გამოყავით თავიდან? მოსმენა, მორჩილება, უდრტვინველობა და ეხლა მეოთხე შევეხოთ. როდესაც გალილეის კანაში არიან მოწაფეებთან ერთად მაცხოვარი ღვთის დედა. პირველი სასწაული, ღვინო არ ეყოთ. რას ეუბნება მსახურებს ღვთისმშობელი? რასაც გეტყვით იგი ის გააკეთეთ, ის შეასრულეთ. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ აავსეთ ჭურჭლები წყლით. მსახურებისადმია ნათქვამი, ეს გასაგებია. მაგრამ თუ განვაზოგადებთ ამას, საუბარი რაზეა? რასაც კაცობრიობა თქვენ ჩემი შვილი გეტყვით, ის აღასრულეთ. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, მის კვალდაკვალიარეთ. აი ეს არის ანდერძი ღვთისმშობელისა. სახარების ანალიზიდან, ძალიან ზოგადი ანალიზიდან გამომდინარე, რომელიც
უნდა იყოს დამაფიქრებელი თითოეული ჩვენგანისა. ხო ჩვენ რა თქმა უნდა ვიტყვით რომ მე ხო ღვთის დედა არა ვარ კაცო. ის რა სიმაღლეა და მე ხო უბრალო ადამიანი ვარ როგორ შეიძლება. ესეთი განსჯა და ლაპარაკი არასწორია, იმიტომ რომ მაშინ მაცხოვარს როგორ მიბაძავ, რომელიც იყო ძე კაცისა, ან უბრალოდ განკაცებული ღმერთი იყო ის. მაშინ თუ ესე ვისაუბრეთ, ძე ღმერთს არ უნდა მიბაძო შენ. არც მის ტკივილებში, არც მის მცნებებში. ესე იგი გამოდის, რომ ეს ყველაფერი ღვთისმშობელთან დაკავშირებული რაც არის, მაცხოვართან მით უმეტეს დაკავშირებული, არის სხვა ვიღაცეებისთვის ნათქვამი, ანგელოზებისთვის უკეთეს შემთხვევაში. მაგრამ მე რა შუაში ვარ? მე ხო წმინდანი არა ვარ, ვიტყვით ჩვენ. და ამიტომაც სულიერი ცხოვრება ხშირად ვერ წარემართება ისე, როგორც საჭიროა. ან შეიძლება წარემართება რაღაც მომენტში, რაღაც დროის პერიოდში და მე მავიწყდება ეს ყველაფერი. ეს რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რაც სახარებაშია ნათქვამი და რაც ღვთისმშობელთან არის კავშირში, ყველაფერი ჩემია. ჩემთვის არის გაკეთებული. იმიტომ რომ განკაცება ღმერთისა მოხდა ჩემს გამო. და არა სხვის გამო, ანგელოზების გამო და ან დემონების გამო ან სხვა. ადამიანების გამო, ადამიანთა გამოსახსნელად. ამიტომ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ღვთისმშობელზე, როგორც მოგახსენეთ თავიდანვე, რა თქმა უნდა, მთელ კაცობრიობას გულისხმობს აქ, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, მაგრამ განსაკუთრებით, რადგანაც ღვთის დედაზეა საუბარი, ეს მიემართება ქალებს, დედებს, ქალწულ მონაზვნებს. იმიტომ რომ მათი მსგავსი იყო ერთი მხრივ ქალწულობით ღვთისმშობელი, ხოლო მეორე მხრივ დედებს იმიტომ მიემსგავსება, რომ მიუხედავად თავისი ამ უდიდესი ღვაწლისა, იყო ამავე დროს დედაც. და ორივე ესმოდა ძალიან კარგად. და რასაც ამბობდა სახარებისეულ ტექსტში და როგორც ცხოვრობდა იგი, ეს ყველაფერი მიემართება ქალებსაც და პირველ რიგში მათ. ეს ყველაფერია გასათვალისწინებელი. ასეთი ცხოვრებისაკენ მოგვიწოდებს ღვთის დედა. გავიმეორებ ძალიან ზოგადად კვლავ და კვლავ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვფიქრობ. მოსმენა მარტო ლაპარაკით კი არა, წაკითხulis ყურად ღება. თუ ყურად ვერ იღებ, ვერც დაემორჩილები, ვერც წმინდა წერილს და ვერც წმინდა ლაპარაკს რაღაცას. პირველი მოსმენა, მეორე მორჩილება, სიკვდილამდე მორჩილება. ღვთისნები ადამიანისადმი კი არა, თუმცა იქაც რაღაცა კატეგორიებია. ღვთისნებისადმი მორჩილება. უდრტვინველობა ზედმეტი ლაპარაკის გარეშე და შედგომილობა თავისი ძის კვალისადმი. აი რაც შეიძლება ამოვიკითხოთ ძალიან მოკლედ დღევანდელ სახარებისეული მოცემულობიდან. აი ეს არის ეს კატეგორიებია ალბათ. კიდე რა თქმა უნდა არის გასამარტი. ამით კი არ შემოვიფარგლეთ ჩვენ. მაგრამ ძალიან ზოგადად ასია. ეს ანდერძი გვიბოძა ღვთის დედამ. ყველა ადამიანს განსაკუთრებით დედაკაცებს დაგლოცოთ ღმერთმა დედა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი გულების, ჩვენი ტვინის განმანათლებელი პირველ რიგში. შემდგომ იყოს მეოხი ღვთის წინაშე ჩვენი ოჯახებისა, სრულიად საქართველოსი და სოფლიო დაამშვიდოს დედა ღვთისამ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დღევანდელი დღიდან ჩვენ ვუყურებთ ჩვენ ცხოვრებას და მოვლენებს
ზოგადად განვითარებულს. ჯვარი გეწეროთ.